Așa ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით, ჩვენი შემდეგი სტუმრები იქნებიან გიორგი ანთაძე, ჯეოკეისის წარმოადგენლის დავით გუმაშვილი, ჯგუფი ფარის წარმომადგენელი არის, მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. საუბრობთ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, თითქმის ყოველ დღე იცვლება სიტუაცია. შეიძლება ვთქვათ, რომ მძიმდება დემოკრატიის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ახლა გარდა იმისა, რომ ვთქვათ, აქამდე აქტივისტები იყვნენ დაკავებული, ჟურნალისტი, ჩემი კოლეგა, კანონები იცვლებოდა და ყოველდღე ცვლიან კანონებს და ამძიმებენ სიტუაციას. ამას გარდა ახლა ნახეთ, რომ ფაქტორად მთელი პოლიტიკური სპექტრი აღმოჩნდა ციხეში. პირველ რიგში ეს უკავშირებთ ამ ყველაფერს, ანუ რატო წავიდა ასეთ რაღაცაზე ხელისუფლება, როგორ გონიათ? ხო თქვენ განვიწყოთ. რატო წავიდა ახლა რეჟიმი მკვიდრდება? ანუ რაში ასეთ საფრთხეს უქმნინათ ახლა გარეთ ყოფი, ხაზარაძე ან სხვები, მათ რომ აუცილებელი იყო მათი ციხეში ჩასვლა. რა თქმა უნდა, აუცილებელი იყო მათი მხრიდან, იმიტომ რომ ესენი ამყარებენ ერთპარტიულ რეალურად რეჟიმს, არა რუსული ტიპის რეჟიმს, არამედ რუსულ რეჟიმს კონკრეტულად, რომელიც არის კრემლიდან მართული. და შესაბამისად აქ ახლა რაღაც პოლიტიკური ელემენტები საზოგადოებრივი აქტორები, რაღაცა ასე ვთქვათ, სიმძიმის ცენტრები და ასე შემდეგ, მათთვის არის პრობლემა. და შესაბამისად, ანუ კაიხანი ემზადებოდნენ ეს გარემო შეექმნათ და ეხლა რაღაცა მეტნაკლებად რა დონეზეც ეს რეპრესიული გარემო მოამზადა საკანონმდებლო თვალსაზრისით, მართლობითი თვალსაზრისით, ეს ჯერ კიდევ პროცესია და ბევრი გამოწვევები აქვს წინ. მაგრამ რეალურად რა დონეზეც არიან მზად, იმ დონეზე მოქმედებენ. ამათი ამოცანა ჩვენი ანალიზით არის ის, რომ შექმნან ერთპარტიული მმართველობა, იქ იქნებიან რა თქმა უნდა უკვე არის ხო, ანუ პატარ-პატარა პარტიებს შექმნიან თავისივე, ასე ვთქვათ, წარმომადგენლობიდან და შექმნიან აი ამ რაღაცა იმიტაციას, ასე ვთქვათ, მრავალპარტიულობის, რომელიც იქნება იმისათვის, რომ უბრალოდ რაღაცა, რა ვიცი, ფურცელზე რომ რაღაცა წერია და პრაქტიკაში რომ აბსოლუტურად სხვა რაღაც ხდება. აი ესეთი რაღაცა მოცემულობა შეიქმნას. ჩვენ ხა ჯგუფი ფარი კონკრეტულად ამაზე ნოემბრიდან მოყოლებული და არა მარტო ჩვენ, ბევრი ანალიტიკოსი, აი გიორგის ჩათვლით ამაზე საუბრობდა, რომ აქეთკენ მივდივართ და საჭირო იყო კონსოლიდაცია, საჭირო იყო სწორი კოორდინაცია, რაღაცა ერთიანობის ჩვენება, ერთიანი ძალისხმევის ქვეშ ძალისხმევით გაერთიანება, ერთიანი ხედვის ქვეშ გაერთიანება და ასე შემდეგ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ ის საზოგადოება ვართ, რომელიც ეხლა ვიმყოფებით რაღაც უნიკალურ პროცესში, ამას ეხლა ნელ-ნელა უსწორებთ ამ რეალობას თვალს და შესაბამისად ეხლა დგება ეს მომენტი, ეს კრიტიკული საჭიროება ამ ყველაფრის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას მოვახერხებ და რუსული რეჟიმის დამკვიდრებას არ მივცემთ გასაქანს. ხო, ნუ ეს კი ბატონო, ეს იმედი რასაფუძდება ამაზე მე ვისაუბროთ, მანამდე თქვენი აზრიც მაინტერესებს, სწორედ ამ თემაზე, რატომ წავიდა ხელისუფლება ასეთ გამწვავებაზე სიტუაციას. პირველ რიგში რა ახსნას უძებნით ამას? მაგალითად, ზოგი ამბობს, რომ ხელისუფლებას აწყობს, რომ ოპოზიცია მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, რაღაც ნაწილი პარტიების ადგილობრივ არჩევნებში და ამიტომ ჩვენ არ უნდა მივიღოთ, მაგრამ თუ აწყობს მაშინ რატო დაიჭირა ყველა, ხო ეს კითხვა გაჩნდა. თქვენ რა ვერსია? პირველ რიგში იმით დავიწყებ დღეს ჯეოკეისმა ორგანიზაციამ გავრცელა მხარდამჭერი განცხადება დაკავებული პირების მიმართ, რომლებიც ბოლო დღეებში და მანამდეც ასე ვთქვათ დააპატიმრეს, დააკავეს და კიდევ ერთხელ მეც მინდა პიროვნულად ასე ვთქვათ დავაფიქსრო სოლიდარობა ყველა დაკავებული ადამიანის პოლიტიკოსის მიმართ და არაპოლიტიკოსის მიმართაც, რა თქმა უნდა. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, პირადად ჩემი ხედვა იყო მთლიანად, არა მარტო ეთერში შემოსვლამდე საუბრობდით, რომ დაახლოებით ბოლო 1 წელი მე მივიჩნევდი, რომ ის განცხადება, რომელიც მაგალითად ნოემბერში გაკეთდა, ანუ ევროატლანტიკური ინტეგრაციის ევროკავშირის ინტეგრაციის 28 ნოემბრის განცხადებაზე მაქვს საუბარი. იყო ხელისუფლების მხრიდან შეგნებულად გადადგმული ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავდა ესკალაციას, იმიტომ რომ იმ მომენტისთვის აბსოლუტურად ფრუსტრირებული იყო მთელი პოლიტიკური ველი, საზოგადოებრივი განწყობები, რომელიც მიზნად გრძელვადიან პერსპექტივაში ისახავდა დასავლეთთან დაპირისპირებას და ასე ვთქვათ, საბოლოო ნიშნით ერთპარტიული მმართველობის დამყარებას. ამ ლოგიკაში თუ მე ამ ლოგიკით ვჯერო და არა მარტო მე ბევრს ხო, მაშინ ეს ნაბიჯები ყველაფერი რაც მე გადაიდგა რა, აბსოლუტურად გასაგები, ლოგიკური არის და ჯდება საერთო სურათში. შესაბამისად
თუ შენი მოდი რომ ავწეროთ ეს საერთო სურათი საერთო სურათი აისვლა ავტოკრატიული რეჟიმის დამყარებისკენ ერთმანეთს მაგრამ აი თანამედროვე ხა ავტოკრატიებს თუ ამ გზით მივდივართ ხო ჭირდებათ რაღაც ხო ფასადური თუნდაც დემოკრატია ისეთი პარტიები თუნდაც ოპოზიციური მედია ხო ხა პუტინსაც ყავს ოპოზიცია და სხვებსაც ყავდა და ასე შემდეგ რომლებიც მათ დიდ პრობლემას ვერ უქმნიან მაგრამ არსებობენ და არიან და ასე შემდეგ ანუ რაღაც ბოლომდე განადგურებაზე დღეს არავინ არ მიდის ხო ხა თუ კი ის კორეა რა ხარ და რაღაც ჩემ თავარი აქტორები პოლიტიკურ ველზე ვინც არიან ისინი უნდა განადგურდნენ და მე დარწმუნებული ვიყავთ ყველანი იმაში რომ გამოიძებნებიან ის პოლიტიკური ჯგუფები თუ ინდივიდები რომლებიც შეასრულებენ ოპოზიციის როლს ავა თუ კარგად არ ვიცი შეიძლება ვიღაცა გულწრფელადაც ცდილობს მე ხელახლა მაგრამ ბუნებრივი ასეთ ველს შეოდესაც ანუ მთელი სამართლებრივი სივრცე პრაქტიკა უკვე სამართლებრივიც ესე ძალიან მნიშვნელოვანი ერთია კიდე კანონში რა წერია მაგრამ რა ინტერპრეტაციით იყენებენ და კონკრეტულად რა პრაქტიკას და ტრადიციას ამკვიდრებენ გამოყენებს რას გულისხმობ უბრალოდ ვინც არასასურველია არათუ პარტიებს ორგანიზაციებს არ არეგისტრირებენ ანუ სამართლებრივ სივრცეში საერთოდ არ შემოყავთ და მე დარწმუნებული ვარ რომ რაღაც არ ვიცი რამ მანქანით რომ ახალი პოლიტიკური ძალა რო იყოს ისეთი სერიოზული კონკურენციის საფრთხე შექმნა შეიძლება პოტენციურად მათ ასე ვთქვათ გადმოსახედიდან არ ამგონია საერთოდ სამართლებრივ სივრცეში საერთოდ პოლიტიკურ ველში შემოუშვან ესეთი მოთამაშე იმიტომ რომ ყველა ნაბიჯი რასაც ჩვენ ერთი წლის განმავლობაში პირობითად უყურებთ ხო არის ძალაუფლების კონსოლიდაციისკენ გადადგმული ნაბიჯი და ეს ლოგიკა ითხოვს იმას რომ ის პოლიტიკური ძალები რომლებიც მიმართაც ისედაც არის საზოგადოების გარკვეულ ნაწილში წლების განმავლობაში სხვადასხვა შეცდომების თუ გარკვეული ნაბიჯების გამო დაგროვილი მოდი ესე ვთქვათ არაერთი მნიშვნელოვანი დამოკიდებულება ხო არ არის საზოგადოება ერთიანი ქართული ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენლების ხარდაჭერაში რაც კარგად აისახა ეხლა ბოლო არჩევნები საპარლამენტო რეალურად იყო ოცნების წინააღმდეგ არჩევნები და უამრავმა ადამიანმა არჩევანი გააკეთა პირველ რიგში ოცნების საწინააღმდეგოდ იმიტომ რომ თითოეული პარტიის რეიტინგიც რო ნახოთ აგერ ეხლა ბოლო კვლევებითაც ხო ფაქტობრივად უცვლელია ზოგ შემთხვევაში გაუარესებულიც კი არის ანუ რეალურად ელექტორატის მოკრება სულ უჭირდათ ცალკე აღებულ პარტიას ამიტომ ამ ყველაფერს ამ რეალობას ძალიან ასე ვთქვათ ოსტატურად ჭყალებში კარგი ესეთი ჩამოყალიბებული პოლიტექნოლოგიებით ქართულ მოცნებამ თავის დასახულ მიზნებს მიაღწია და აღწევს. რამდენად შეიძლება იყოს ოსტატურად, ეხლა ყველა ოსტატური ნაბიჯი ყველა პოლიტიკურ ლიდერს რო იჭერა. თქვენ რა ახსნა გაქვთ? ანუ მაგალითად ამ კონკრეტულ საკითხზე რო ჩამოყალიბდეთ. ანუ დემოკრატია თუ აღარ გინდა? ხო. შენი მიზანი თუ ის არის ერთპარტიული მართლობა. ღია ავტორიტარიზმი. ანუ აღარ თამაშობ დემოკრატობა. არ ვათქვი თუ დაუმატეს, მით უმეტეს ეს გადაცდება, რა თუ თვითმმართველობის არჩევნებს იქით წელს გადავა. კაც მარიც ესა ვის რა მუხს მიუმატებენ კიდე ხა გახარეს უფრო მეტი წემუქრება ხო შესაბამისად პოლიტიკურ ველი არის საფრთხის წინაშე ხა ეთერის შემოსვლამდე საუბრობთ რომ ჩვენ რეალურად უყურებთ ქართული დემოკრატიის პანაშვიდი არის აი პანაშვიდია და დაგრძალავენ თუ არა საბოლოოდ მე იმედი მაქვს რომ ეს არ მოხდება რაღაცა ისევ საზოგადოება თუ შეძლებს ისევ რაღაცას თუ არა და პროცესები ალეგორიულად რო ვთქვათ ჩემ და სამწუხაროდ აქეთკენ მიდის იმიტომ რომ არ დარჩა პოლიტიკურ მეცნიერების თვალსაზრისით ვთქვათ, შტო ხელისუფლების ინსტიტუტი ამ პროცესი, რაც საერთოდ დემოკრატიასთან კავშირში არის და ძალაუფლების დემოკრატიულ გადანაწილებასთან არის კავშირში და ის ახლა არ იყოს ასე ვთქვათ, ჩართული აი ამ პოლიტიკურ რაღაცა ერთპარტიული ძალაუფლების დამყარების აი ამ პროცესში და აქედან გამომდინარე მე ხარ მინდა ძალიან პესიმისტური გამოვიდე, მაგრამ უბრალოდ გონია რომ რეალისტური შეფასება ამ პროცესს ასეთია. ამაზე პესიმიზმი უნდა ვიყოთ თუ ოპტიმიზმი ამაზე ვისაუბროთ. მანამდე მაინტერესებს თქვენ რა ახსას უძებთ, აი თქვენი აზრით მაგალითად ივანიშვილს უნდოდა რომ მიეღო მონაწილეობა არჩევნებში ოპოზიციას თუ უნდოდა რატო დაიჭირა? არავითარი ოპოზიციაში არჩევნები ეს ყველაფერი არის. თუ ვინმე რამე სიგნალები გაუგზავნა ოპოზიციას რომ მოდით მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა, ეს იყო თვალებში ნაცრი შეყრა ერთმნიშვნელოვნად. ამათ
ეგ არა ინტერესებს გამოხდა კიდევაც კოლბახიძე და თქვა რომ 96% ავიღებ ჩვენ ნებისმიერ იმაშიო ხო მუნიციპალიტეტშიო ხა ეს სიგნალი იყო რომ ანუ რასაც მინდა იმას დავწერ ხა თქვენ როცა თავდაპირველად გავიგე მაგრამ სხვა როცა ოპოზიცია მონაწილეობს და მას დაამარცხებ და სხვა რო კონკურენტი არ აკყავს და ისე ხო მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა ვის უნდა დაუმტკიცოს რა დემოკრატია უნდა ითამაშოს ევროპელებს უნდა დაუმტკიცოს რამე თუ ამერიკელ ყველა ხიდები ჩამწვარი არის აქ რუსული რეჟიმი მყარდება რუსეთის მიერ კონტროლირებადი რეჟიმი მყარდება ეს არ არის რაღაცა პოლიტიკური ძალა რომელიც ავტორიტარული მეთოდებით ცდილობს ქვეყანა ძალაუფლება შეინარჩუნოს ან მერე მარტოსა და ასე შემდეგ ეს არ არის ორბანის თემა ეს არის პირდაპირ კრემლის მიერ მართული რეჟიმის დამყარების მცდელობა აქ შესაბამისად თემა ის არის რომ ამათ არანაირი შელამაზება აღარ ჭირდებათ უკვე და ეხლა მთავარი არის რომ ჩვენ გავუსწოროთ საზოგადოებამ ამ რეალობას თვალი. ანუ როგორც რაღაც პესიმისტურ რეალობას კი არა, უბრალოდ როგორც რეალობას. იმიტომ რომ თუ ჩვენ საზოგადოება ამ რეალობას თვალს გავუსწორებთ, შესაბამისად ვიმოქმედებთ, მაგაში მე ეჭვი არ მეპარება ჩვენი საზოგადოება მონობას არ დაუშვებს, ეგ გამორიცხულია. ეს ილუზია, ეხლა რეალურად აი სივრცე რეალურად გაქრება ამ ილუზიის და დაავაკეთებთ რაც გასაკეთებელი არის. უბრალოდ ამას ჭირდება ეხლა სწორი კატალიზატორები. ეხლა ეს პოლიტიკური პარტიები მაგრამ ბევრი ფიქრობს რომ აი ეს სობელი გამოთქვა რომ არის ბაყაყინელი ცეცხლზე იხარშება. ეხლა ესე მოიხარშა მოიხარშა ქართული საზოგადოება ისე რომ ვერ ხვდება რომ იხარშება. კი ბატონო, მაგრამ ეხლა რომ იყოს აქ რამოდენიმე წლიანი პროცესი სადაც ჩვენ აი ამ რეჟიმს გვიმკვიდრებენ და ან ჩვენ ნელ-ნელა არა, ესენი ფრუსტრაციაში არიან, მალე უნდა გააკეთონ ეს, იმიტომ რომ საზოგადოება, ანუ ნახეთ, უკრაინის ომის მერე ეს აქსელერაცია რაც მოხდა ფორს მაჟორში, რასაც ესენი აღმოჩნდნენ პუტინის აი ამ მოქმედებების გამო და მისი ილუზიის გამო, რომ სამ დღეში კიევს აიღებდა და ასე შემდეგ და მოუწიათ დასავლეთთან დაპირისპირება კრემლის მითითებებიდან გამომდინარე, ხო? აი ამ რეჟიმიდან ესენი ვერ გამოდი, ეს არის ყველაზე დიდი მოწყვლადობა ამ თამათ უწევთ, ასე ვთქვათ, რეჟიმის, კაი ასეთი ტიპის მკაფიო რეჟიმის კონსოლიდირება ძალიან სწრაფად. ამას უბრალოდ ეხა საზოგადოება ეს ისე სწრაფად ხდება, რომ საზოგადოებას უჭირს რაღაცნაირად თვალის გასწორება და რაღაცა ილუზიაში იმყოფება ჯერ კიდევ, რომ იცი რა რაღაცა სხვა ხდება და ანუ მაგრამ ეხა ნელ-ნელა რაც უფრო მეტად მოუჭერენ ამ საზოგადოებას და ამას აუცილებლად იზამენ, სხვა გზა არ აქვს უბრალოდ. მით უფრო მკაფიოდ გავასწორებთ ჩვენ ფოკუსს. და აქ არიან საზოგადოებრივი აქტორები, ჩვენი გაერთიანების ჩათვლი, გაერთიანება ერთობის ჩათვლი, კიდე სხვა საზოგადოებრივი აქტორები, რავი, პოლიტიკური პარტიები, ის ადამიანები, ვინც ამ პარტიებში არიან, რომლებიც ეხა ჩვენ ავმოქმედდებით ერთად, აი ამ ფოკუსს საზოგადოებას გავასწორებთ, რომ რეალობა არის ეს. და შესაბამისად ის პარტიები ხარ რომლებიც რაღაცა ასე ვთქვათ მათ პოლიტიკურ ლიდერები მოდი ასე ვთქვათ რა მათ რაღაც ეტაპზე დაკარგეს ამ საზოგადოების ნდობა იმ ამბავში რომ ანუ აღარ აქვს იმის რწმუნება რაღაცა რომ საზოგადოება რამე გარღვევას მოახდენს და გაერთიანებას შეძლებს ამის გამო მათ გადაწყვიტეს რომ იცი რა ეხა ერთადერთი გზა რაც დაარჩათ არის ეს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა რაც არის აბსოლუტური ასე ვთქვათუტოპიური მცდელობა რომ ანუ ამ რაღაც პოლიტიკური პროცესის იმიტაციით დაუპირისპირდე რუსულ რეჟიმს. ანუ არაფერს კეთებას ბრძოლა ბრძოლა ჯობია. ხო, აი თუ ჯობია ეხლა ციხეებიდან იყურებიან და ვნახოთ ეხლა როგორ იქნება როგორ იბრძოლებენ ციხეებიდან. ხო, ეხლა ძალიან სამწუხარო რეალობაა, ადამიანურად არის ევდიანი ამბავი რომ ნახო ხო, ანუ პოლიტიკური ლიდერები ვინ რასაც არ უნდა წარმოადგენდეს ვის თვალში და როგორი ასე ვთქვათ პრეფერენციებიც არ უნდა კონდეს ვინმეს, ანუ ასეთი მძაფრი და მძაღე პოლიტიკური ასე ვთქვათ დაპატიმრებები რაც ეხლა ამ ქვეყანაში ხდება რა ვიცი მე მართლაც ანუ ამაზრზენი არის რა და სევდიანი ამბავია მაგრამ ეხლა ჩვენი ამოცანა რა არის მაგალითად ჩვენ გვინდა მოუწოდოთ იმ პარტიებს ანუ რომლებსაც ეგენი წარმოადგენენ და ყველა აი ამ ოპოზიციურ პარტიებს და ამ პარტიულ შემადგენლობებს აი საშუალო რგოლს რომ რეალურად მეგობრებო ეხლა უნდა ფოკუსი გადამოვიტანოთ პარტიული პოლიტიკიდან თავიდან ბოლომდე ჩავხსნათ ფოკუსი და გადამოვიტანოთ გაერთიანებული ფრონტის ფორმირებაზე საზოგადოებრივი ცენტრი და პოლიტიკური ველი ერთიანი ცენტრით როგორ უნდა დავამობილიზოთ ჩვენი მებრძოლი საზოგადოება და ერთიანი მძაფრი სამოქალაქო წინააღმდეგობა გავმართოთ ამ რეჟიმის წინააღმდეგ და ჩამოვშალოთ ეს რეჟიმი. ამით უნდა დავამთავროთ ესენი. ერთხელ და სამუდამოდ. მე ჩავატაროთ ვერაკეთებთ. ვინ ვერაკეთებს? ავი, ნუ ანუ ხალხი და როგორ იცი, როცა იყო ეს ხალხში განწყობა და გარეთ იყო გამოსული, მაშინ ნუ არაფერი არ მოხდა და მე ხალხმა დაკარგა ასე ვთქვათ, იმედი რომ რამე შეიცვლება და აღარ გამოდის იგივე ხალხი გარეთ. ის სხვა ეტაპი იყო, ის იყო. თითქოს ისეთი იქნა შეჭრილება რომ ამ ხალხმა ხელი ჩაიქნია რომ რამე გამოვა. არა, ნახეთ, კი, იმედგაცრუებულია. კი ბატონო, იმედგაცრუება არის საპროტესტო საზოგადოებაში. ეს საპროტესტო საზოგადოება გამოვიდა ბრაზის ირგვლივ, მათ ევროკავშირში ინტეგრაციის იმედი პერსპექტივა მოუკლეს თუ არა გამოვიდნენ.
ხო? და დადგნენ. ოღონდ ეს არ იყო ასე ვთქვათ მართვადი საზოგადოება. ანუ რეალურად მართვის პროცესი არა, დაგეგმა კოორდინაცია ესა ცენტრი ვერ შედგა, პოლიტიკური ცენტრი კოორდინირებული ვერ შედგა, კონსოლიდირებული ვერ შედგა, ხო? ზოგადი გაერთიანებაც კი ვერ შედგა, ხო? ერთიანი ხედვა არ არსებობდა და ასე შემდეგ. ეხაც არის ეს ხედვის ასე ვთქვათ ფრაგმენტაცია. მაგრამ ეხლა რაც რეჟიმი გვიჭერს, ჩვენ ამას მედალს ორი მხარე აქვს. ამით ჩვენ გვეხმარებიან ეხლა რომ ფოკუსი გავასწოროთ. და ყველა გავასწოროთ ფოკუს. აკადემიური წრე, საექსპერტო წრე, საზოგადოებრივი მოღვაწეები, აქტივისტები, პარტიული ტიპები, ყველა გავასწორებთ ეხლა ფოკუსს, იმიტომ რომ სხვა გზა არ დარჩება. ხო? და ერთიან ხედვაზე შევთანხმდებით და ერთიანი როდის წარმოვიდგინეთ? რავადაში წარმოვიდგინეთ. რა და აი გამოვა ეხლა ყველაფერი რა. მე ამ საზოგადოების იმედი მაქვს, აი ამის იმედი და ეს ნდობა პოლიტიკურ ლიდერებს, აი პოსტკომუნისტური პოლიტიკური ინსტინქტი უშლით მათ ხელს, რომ ვერ ხედავენ აი ამ ძალას საზოგადოებაში, კონსოლიდაციის ძალას და პოტენციალს, რომ ვერ ხედავენ და ამიტომ ვერ გაერთიანდნენ, თორე ამ დაკვეთაზე ხო დაჯდებოდნენ რეალურად და სხვა პროცესი გვექნებოდა, მაგრამ არ აუშავს. ეს გზა გვაქვს გასავლელი ამ საზოგადოებას და აუცილებლად ახალი საზოგადოება დავიბადებით, ახალი პოლიტიკური ველი გამოიჩეკება აქედან, აი ყველა პოლიტპატიმარს გავათავისუფლებთ, ამ რეჟიმს ჩამოშლით და ჩავატარებთ ახალ არჩევნებს და დავდგებით აუცილებლად გრძელვადიანი განვითარების გზაზე. ან ამას ვიზავთ, ან თავიდან ბოლომდე გავნადგურდებით და ეხლა აქამდე არ გავნადგურდებულად და ეხლა ბიძინა თაღლითი ბიძინა ივანიშვილის და ვიღაცა არ ვიცი მე ხარ თაღლითების ხროვის მიერ შემდგარი რეჟიმის ხელში ეხლა საქართველოს და ქართველი ვერ განადგურდება ეხლა რა მე ამაში დარწმუნებული მთელი პრობლემა თქვენ ასეთი ოპტიმიზმი თუ გაქვთ მთელი პრობლემა ის არის რომ რაზეც საუბრობს ეხლა ხო ერთ დაახლოებით 1 წლის წინ უნდა გაკეთებულიყო ამაზე სულ იყო საუბარი ანუ ნებისმიერი ხედვა რა ხედვაც არ უნდა ყოფილიყო ისე მიდიოდა მოვლენები და ამაზე ნუ უამრავ სხვადასხვა ფორმატში სხვადასხვა ოპოზიციურ ჯგუფებს ცალ-ცალკე 2-3-ს რა ვიცი ფართო აკადემიური სექტორი საექსპერტო რა ვიცი სექტორი დავარქვათ თუ ჯგუფები ეუნებოდნენ რომ ნებისმიერ ხედვას სჭირდება ერთიანობა ერთიანობის გარეშე არც ერთი მიდგომა არ იმუშავებს. კი ბატონო. ეს ერთიანობის მოთხოვნილება დადგა აი ამ ბოლო დებატების კონტექსტში, რაც ეხებოდა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და იგივე ხო, იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელობებს კვლევებს ატარებენ და ასე შემდეგ, ნათლად თქვეს, რომ ის სცენარი, რაც ეხა ესენი მიდიოდნენ ბოლოს დაჭერებამდე, რომ აი ერთიან ორი მიიღებს მონაწილეობას დანარჩენი არა, ეს ხო ყველაზე ცუდი და ყველაზე კომფორტული მმართველი პარტიისთვის. რაც ამ გადაწყვეტილება მე რა მიიღო მაინც ამბობს ლელო და კი ბატონო მაგრამ იგივე შედეგი დადგება ან ერთად უნდა გავიდნენ და რაღაცის საერთო ენერგია შექმნან და ერთი იმისთვის იბრძოლონ ან საერთოდ არ უნდა გავიდეს არავინ რა ანუ ეს ხა რაღაცა აი რუსული გამოთქმა როა რაგდაშუკა ეს იგავი რაცა ყველა სხვადასხვა მხარეს თუ გაეკაჩებიან პროცესის ტარწელტიში ისევ ისე დარჩება როგორც დღეს არის და ანუ ჩემთვის უბრალოდ ხა აქ პესიმიზმზე და რეალიზმზე კი არა, აი მე პირადად ფრუსტრირებული ვარ, რომ აი არ ვიცი რის გამო ეს მოთხოვნილება იმდენად ხადად იდგა ერთიანობაზე. აქ ხო გაერთიანებაზე არ არის ერთ პარტიაზე საუბარი. ეხლა მომავალში შეიძლება რაღაცა ამ ხრით უნდა შეიცვალოს, მაგრამ ბჭო ერთმაგიდის გარშემო სანამ თავზე არ გადაგალეწეს სახელმწიფო ინსტიტუტები, დემოკრატია, პარტიები არ დაგიჭირეს 700-ჯერ. მანამდე როგორ ვერ უნდა გამონახო ეს საერთო ენა და როგორ ვერ უნდა შეთანხმდეთ თავარ სტრატეგიულ საკითხებზე სამუშაოთ რა და ეს არანაკლებ ფრუსტრირებას იწვევს ის კი არა მარტო ხელისუფლება რას აკეთებს რა მეორე ფლანგზე რო უყურებ რომ ამდენი წელია 4 ლიდერი აი დღეს ხო არის რა რიცხვი არის რა ქვია 24 ის არის ივნისი არის 25 წლის წელიწად ნახევრის მანძილზე ერთად 4 არ დამდგარა იმაზე არსად ერთი კადრი არ არსებობს ერთი ფოტო არ არსებობს მიუხედავად იმისა, რომ ყველა ცალ-ცალკე ეძახის, რომ ქვეყანა არის ყოფნა არ ყოფნის და დემოკრატია არის ყოფნა არ ყოფნის იმაზე და ნუ არ ვიცი, იმიტომ დაგვიდგა რა ეს შედეგი რა. მაგრამ პრობლემა იყო ნაციონალ მოძრაობა ვიღაცებს ვერ წარმოედგინა. ვინც არ უნდა იყოს, ეხა არავის არ ვერჩი ცალ-ცალკე რა. ეს არის სინერგია საერთო ყველასი, როგორც პოლიტიკური სპექტრის და თავის რაღაცა ნაწილში ალბათ ნაციონალ მოძრაობა ერთობიას კი ემხრებოდა, მაგრამ ახარი ამბობდა, რომ ეხლა ნაცებთან დადგომა ნიშნავს, რომ ჩემი ელექტორატი უნდა დავკარგო. ანუ ნაციონალ მოძრაობა ქმნიდა ამ პრობლემას, რომ ვიღაცებისთვის მიუღებელი იყო და ასე შემდეგ. ანუ ძართული იყო. ეხლა როგორ არის? ხო, ეხლა არ ვიცი როგორ არის. ანუ ამის პროგნოზირება თუ არ შეგიძლია პოლიტიკაში რა გინდა საერთოდ? აი მე მაინტერესებს რა. ანუ აი მიზეზობრივი, ანუ იმდენად ეს კიდევ ერთხელ ეს მოძველებული პოლიტიკური ინსტინქტი რაც ამ ადამიანებს ამოძრავებს, ანუ არაძლევს უბინდავს გონებას და არაძლევს რეალური პრაგმატული მიზეზობრივი შედეგობრიობა დაინახოს, ელემენტარული პროგნოზირება გააკეთოს თუ რა მოყვება მათ ქმედებს. აი სად არიან ხა აი მაინტერესებს. ეს ის შედეგია, რომელიც უნდათ იმ გადაწყვეტილებების შედეგად რაც მიიღეს, თუნდაც არჩევნებამდე არჩევნების მერე. მე მგონი არ არის ეს ის შედეგი, ხო?
და შესაბამისად, ანუ ეხა კიდე თუ გააგრძელებენ ამას, ანუ როგორ უნდა, ანუ თუ მათ რეალურად უნდათ პოლიტიკურ ველზე საკუთარი იდენტობის შენარჩუნება, აი ინფრასტრუქტურა შევინარჩუნოთ, ჩვენი პარტია ვერ შევინარჩუნებთ, არჩევნებში მონაწილეობა, აი რაღაცეები რო ხდება, რაღაც არგუმენტები რომ მოდის საზოგადოების უბრალოდ მტვერი რო არის, არაფერს რო არ წარმოადგენს რა, ამ ბრძოლაში მყოფი საზოგადოებისთვის მინიმუმ. და როგორ უნდა აი თუ რამე შენარჩუნება გინდა, აი ახლა უნდა აიღო მთელი შენი რესურსი, რაც გაგაჩნია ადამიანური, ფინანსური, ყველაფერი მიმართო ეხლა აი ამ ბრძოლის ორგანიზებას, ერთ ხედვაზე დაჯდომას, შეთანხმებას და მთელი ძალებით მიწოვას რა, რომ აი დემოკრატიული გზებით, აი უკომპრომისო სამოქალაქო წინააღმდეგობით, ისეთი გზებით, რომელიც ამ ქვეყანას უკან კი არ დახევს, არამედ წინ წაიყვანს. ჩვენი კონსტიტუციით დაშვებული გზებით, ამ რეჟიმის სრული პარალიზება მოახდინოს, საზოგადოება დაცენტრირდეს, საერთაშორისო საზოგადოების ფოკუსი გავასწორებინოთ აი ამ პროცესზე, მხარდაჭერა გვაქვს ყველასი, მთელი დემოკრატიული საზოგადოების მხარდაჭერა, მოლოდინიც არის, რომ ქართველი ხალხი ამ გარღვევას მოახდეს და არ დაუშვებს იმას, რომ რუსეთმა დაიმონოს ქართველი ხალხი. ანუ არ დაუშვებს და ამისი რესურსი, ყველაფერი, მორალური უპირატესობა, ფინანსური რესურსი, ადამიანური, ყველაფერი ჩვენს მხარეს არის. რას ფინანსური რესურსი? რომელი ფინანსური რესურსი რას უშველის ამ რეჟიმს? აი მაინტერესებს, რა ხა, რა ქვია, მოისყიდიან მთელ საქართველოს ჩვენი მონები იყავითო თუ რას უშველის? ანუ აი ადამიანურ რესურსს რაც ყავთ, ეგ ყავთ, ხო? და ჩვენ ვართ 100,000-ობით ადამიანი. აღმოჩნდა ამ ეტაპამდე ესო ხელისუფლების ეს იმიტომ რომ ჩვენი გონება, ჩვენი საზოგადოების აზროვნება არის ფრაგმენტირებული ჯერჯერობით რა. ხო? არასდროს ჩვენ ესეთი ტიპის კონსოლიდაცია, რაც ეხლა გვჭირდება, არ გაგვივლია. ასეთი ტიპის გაერთიანება, რაც ჩვენ ეხლა გვჭირდება, არასდროს არ გქონია. ეხლა უნიკალური რაღაც უნდა მოხდეს. ხო? და ანუ აი ამ პროცესს გავდივართ, გავივლით და აუცილებლად დავაყენებთ შედეგს. ანუ უბრალოდ ქართველი ერის თვითგადარჩენის ინსტინქტი არის ძალიან ძლიერი და ეხლა მე მგონი საბჭოთა კავშირის მერე ხო იმდენი თავისუფლება ვიგენეთ და იმდენი დემოკრატია ვიგენეთ, იმდენი რაღაცა პროგრესი ვიგებთ ჩვენ თავის პრობლემებთან ერთად და ასე შემდეგ რა, რომ ამ ყველაფერს ეხლა იმიტომ რომ ეხლა ბიძინა ივანიშვილს ეს მოუნდა და ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა რომ იყოს რუსული ასე ვთქვათ ინტერვენციის, ჰიბრიდული ინტერვენციის ინსტრუმენტი და კოლბახიძე ეხლა გადაწყვიტა რომ იყოს ამის მენეჯერი ასე ვთქვათ. აი ამის გამო უბრალოდ ეხლა ჩვენ ამას ყველაფერს არ დავყვებით რა და რეალურად გავაკეთებთ ის რაც გასაკეთებელი გვაქვს და მოვიშორებთ ამათ ერთხელ და სამუდამოდ. და ეს იქნება ქართველი ხალხის გამარჯვება და რეალურად დემოკრატიის ახალი პარადიგმა შეიქმნება ამ ქვეყანაში. და იამაყებს ამითი ქართველი ხალხი. და კიდე არაჩვეულებრივი შესაძლებლობები გველის და ჩვენ საზოგადოებას უნდა დავეხმაროთ რომ დაინახონ რამხელა შესაძლებლობები გველის ჩვენ აი ამ გარღვევის მერე როცა ამ რეჟიმს მოვაშორებთ ჩვენ რამხელა კეთილდღეობა და რამხელა პროგრესი და რამხელა წინსვლა და რამხელა ავტორიტეტი ექნება ქართულ ხალხს როდესაც აი ამ რუსულ მძაღე რეჟიმზე გაიმარჯვებს. რას ფიქრობთ არჩევნთან დაკავშირებით? არჩევნთან? ხო, ამ მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნთან დაკავშირებით. ამ სიტუაციაში რაიმე აზრი აქვს იქ მონაწილეობას თუ არა? აი, როგორც ვისაუბრე, თუ თავის თავში ყველა ერთა ტიპობის ძალას რო შეიძლება თქვა ან თბილისისთვის ან რაღაცა, მან ძალიან ბევრი არ უკვირდება, რომ კი ხშირად არის საუბარი იგივე იმაზე, რომ თქო თბილისი გამოუგლიჯოთ და ეს იქნება საკმარისი, მაგრამ ისე არის საკანონმდებლო სივრცე შეცვლილი რა. რომ ძალიან რთული იქნება ყველგან, რა ქვია, თითოეულ ადგილას იქნება ძალიან დიდი საბრძოლველი, იმიტომ რომ აი თბილისი გამოგვლიჯოთო ეს იყო ხაზარაძის ასე თქვა ბოლო პოლიტიკური განაცხადი სანამ დაიჭირა. ავიგე, მარტო მერის არჩევნების მოგება არ გქმარა, იმიტომ რომ ისე არის საკანონმდებლო ცვლილება, მაპირობითად მოიგე თბილისი, ხო? 6 თვეში თუ საკრებულო შენი არ არის საბიუჯეტო კრიზისით ჩამოგიგდებს ხელახალი ასარჩევი გაგიხდება მერი რა. ну ესე მარტივი არ არის, ეს კიდე ისეთი სცენარი არის, რომ წარმოვიდგინოთ, რომ რაღაცნაირად გაიმარჯვე. მე მაგ ერთადერთი პირობა, მე როგორც მე ვხედავ სიტუაციას და როგორც ხედავდი 1 წლის წინ, როგორ მიდიოდა ნაბიჯ მოვლენები. ერთადერთი საკითხი ხა იმაზე ვსაუბრობდი, ჩინური ფინანსური ინსტიტუტების შემოსვლა დარჩენილი ამ ქვეყანაში. დანარჩენი სრულად გადავიწყეთ ევრაზიულ ვექტორზე რა, ფაქტობრივად და სახელმწიფო მოწყობითაც იქითკენ მივდივართ. აღარ არის დასავლურ სივრცეზე საუბარი. ხო და ასეთ რეალობაში ხო ერთიანი უნდა იყოს პოზიცია რა აღარ არის ის სიტუაცია რომ შენ ერთმა ორმა რაღაცა ცალსად გემგროვდება უბრალოდ წარუმატებელი იქნება და ჩემის აზრით ვერანაირ შედეგს ვერ დადებს რა ძალიან გართულებულა თითოეული ცვლილება რაც თვითმმართველობასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში გაკეთებულია არის მორგებული იმისთვის რომ მართლმა ძალამ მაქსიმალური ხმები დააგროვოს გაზრდილი არის მაჟორიტარების რაოდენობები გაუქმებული არის მინიმალური ზღვარი მონაწილეობის, მათ შორის ამ მერის არჩევნებში. და ასე შემდეგ დამკვირვებელი არ იქნება, ორგანიზაცია არ იქნება, არ ვიცი. ერთადერთი პირობა მაქვს, უნდა გადაწყვეტილება იყოს ერთიანი, გავიგებ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, დავიჯერებ
უნდა დამაჯერო, ან იქით, ან აქეთ, თუნდაც ერთიანად, რომ ეს არის რაღაც ერთიანი ხედვის ნაწილი. ეს ისევ ცალ-ცალკე გაგრძელება არაფერს არ მოიტანს რა. თქვენ რას ფიქრობთ ამ არჩევნების თემაზე? საერთოდ ღირდა თუ არა ამ თემაზე სულ დაწყება? ან რატო დაიწყეს პარტიებმა დისკუსია? იგივე ლელო დღემდე იძახის, რომ კი, აგეთ წინა ბლოკში მყავდა ლელოს წარმომადგენელი, კი დაიჭერეს ჩვენ ლიდერებმა, მაგრამ მაინც უნდა განვიხილოთ ეს. აი, კარგით რა, ეხლა რაღაცა საკუთარი ნარატივის იმაში ჩარჩენაზე არ ღირს რა, დაამთავრდა ხალხო ეხლა რა. ფოკუსი უნდა გავასწოროთ რა. არავითარ არ ღირდა ნამდვილად არ ღირდა, ამან გამოიწვია კიდევ ერთხელ დისონანსი, კიდევ ერთხელ გაუგებრობა, კიდევ ერთხელ ესე იგი უნდა არწმუნო ეს საზოგადოება, რომელიც უკვე აღარ გენდობა, ანუ რომელი რა ბერკეტებით საუბრობ, ესე იგი ხალხმა თლიანად თავიდან ბოლომდე გარემო შეცვალა წარმოიდგინე, ანუ არჩევნებში იღებ მონაწილეობას და ვერ აკრიტიკებ შენ პოლიტიკურ ოპონენტს, იმიტომ რომ აი ხა კანონს რომ მიიღებენ მაგალითად, ხო, რომ იტყვი რომ აი ეს არის ცუდად აკეთებს თავის საქმეს, ის 10 დღის განმავლობაში რომ გიჩივლებს, ხო, შენ მე მტკიცებულებები უნდა წარადგინო, რეალურად აკეთებს თუ არა ის ცუდად საქმეს და თუ ვერ წარადგენ და რომ წარადგინო, იმიტომ რომ ჯიბის სასამართლო და პროკურატურა არის, მაინც გაგამთხოვნებენ და ანუ ფაქტიურად ჯარიმას დაგაკისრება, შეიძლება დაგიჭირონ კიდევაც. ანუ რანაირად უნდა იმონაწილეო ასეთ არჩევნებში, ხო? აი ასეთ სამართლებრივ გარემოში. შანსი მიზერულია რა. ეს ხო? რა ილუზიაზეა ლაპარაკი, აზია ლაპარაკი. თბილისის მოგების შანსს ვერ ხედავთ, მაინც. აი ამ სიტუაციაში აი წარმოიდგინეთ ხა რომ თქვენ ხო რომ ხალხი უფრო გაბრაზდა, რომ დაინახა რომ ლიდერები დაიჭირეს, ასე შემდეგ და თუ ეს 4 პარტია ერთად დადგება და ერთ კანდიდატს დაასახელებს, ეს გაბრაზებული ხალხი შეკე უფრო გამოვიდეს არჩევნებზე და პირობები უნდა. უნდა საზოგადოებრივი კონსოლიდაცია მოახდინო, ანუ დააჯერო აბსოლუტურ უმრავლესობას. ვინც აპროტესტოა რომ ღირს და უნდა გამოვიდეს არჩევნებს მერე უნდა მოახერხო შეთანხმება და ისეთი კანდიდატი უნდა იმას აქნა რომ მე ძალიან მირთულდებ ეხლა რომ მკითხო ვერ გეტყვი ვინ შეიძლება ესეთი იყოს რომ რაღაც აი უნდა ერი და ბერი თბილისში უნდა დაირაზმოს და ნუ მაშინ იქნება შანსი მაგრამ ახამდე გინახავს ამ 20-24-ზე ისედაც მოიგო ოპოზიციამ ანუ თბილისში ოპოზიციური განწყობები ჭარბობს ამაზე საუბარი ანუ ჯერ ეს ერთი რითი ზომა ამაზე საერთოდ ამორალურია საუბარი გაყალბებულ არჩევნებში ვინ რა მოიგო როგორ მოიგო და ასე შემდეგ კაი ოკეი გავიგე ყველა გაყალბებულის ფონზეც მოვიგეთ კარგი ოკეი ანუ ესე იგი სამართლებრივი უფლებები ყველა ანუ ყველა საბაზისო უფლება საერთოდ არჩევანის უფლება კი არა საბაზისო ელემენტარული უფლებებიც კი დარღვეული არის სამართლებრივად და მართლობითად ქვეყანაში რუსულ რეჟიმს ამყარებენ და ეს ადამიანები მეუნებიან რომ ვინმეს რამე შეიძლება აქ მოუგონ და ესე იგი ამომრჩეველი რომ მანამდეც ამას გვეუბნებოდნენ არჩევნებამდე რომ აი ეხა ჩვენ თუ მობილიზებას მოვახდით ამომრჩევლის და ბევრნი მივალთ ვერ გაგვიყალბებენ ანუ ეხლა მაინც ანუ მაგეთკენ მიდის ხო ანუ ჩვენ თუ დავმობილიზდებით და მივალთ ვერ გაგვიყალბებენ და მოვიგებთ თბილისს წინაპირობა რაც თქვით რა კარგით რა მართლა ვერ ფაქტია რომ 22 საპარლამენტო არჩევნების დროს საკამარისად ვერ მოახერხეს თქვათ ხმების დაცვა ხო მათ შორის ისეთ ადგილებში სადამკვირვებლო მობილიზაციაც ვერ იყო ისეთი დონის მიუხედავად იმისა რომ რა თქმა უნდა ბევრი რამე აღრიცხეს იმუშავეს და აქ არგუმენტი არის რომ თბილისში ეს უფრო შედარებით ადვილი იქნება რახან ერთი ცენტრია და ისა მაგრამ აი კიდევ ერთხელ წინაპირობას ხას რას უსვენ აქამდე პრაქტიკა არ მაძლევს იმის იმედს უბრალოდ იმაზე საუბრის დაბეჯითებით საუბრის საშუალებას რომ გამოვა ყველაფერი იმიტომ რომ აქამდე გაჭირდა ეს ყველაფერი გაჭირდა ეს ერთიანობა ყველაფერი და ამიტომ ძალიან რთული ამოცანაა რა. თან საარჩევნო სისტემა ბევრად გაუარესებულია. ანუ სად არის პირობები ბოიკოტი რას მისცემს პროცესს? ესეთი ბოიკოტი მარტო ბოიკოტის რეჟიმში არა, აქ რა ზუსტად რაზეც საუბრობდა დავითი აქ ანუ გადასატვირთიალებთ რიანად საპროტესტო მოძრაობა რა. ძალისხმევა, ანუ უნდა აი გადატვირთო როგორც რესტარტი რასაც ქვია. ამის ორგანიზება და ამის უნარი უნდა აღმოაჩნდეს. თორე ესე მხოლოდ ბოიკოტში დარჩენა როგორც ადგილობრივი ჩვენი წარსული გამოცდილება და უმრავლეს შემთხვევაში საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, უმრავლეს შემთხვევაში, ალბათ 80% შემთხვევაში მარგინალიზაციას იწვევს ოპოზიციის, გაქრობას, ანუ ეს ნიჰილიზმის დასადგურებას და მე საერთოდ სხვა რაღაცა ახალი X ფაქტორი უნდა მოვარდეს, რომ რეჟიმს თქვათ მართულ ძალას რაღაცა პრობლემა შეექმნას რა. ამას გვაჩვენებს პრაქტიკა და ქართულ გამოცდილებაში საკამდე სულ ეს ხდებოდა ხოლმე რა. ამიტომ მარტო ბოიკოტი და არ მონაწილეობა კი მორალური და რაღაც ღირებულებითი პოზიცია, მაგრამ ამის იქით რა არის შეკითხვა რა და ხო ეს იქიცა გახარიანოს გუნდმაც ამის იქით რაზე საუბრობდა ეხა ის რაც უნდა გაკეთდეს და თუ აქამდე და ეხა საზოგადოება კაცო არაერთხელ გავაგზავნეთ ციგა არაერთხელ ავუხსენით ხედვაც გავაგებინეთ ყველაფერი ჩვენ საზოგადოება ვემზადებით კონსოლიდაციის პოლიტიკოსებს
ჩვენ საზოგადოება მოვახერხებთ კაცო ამ რეჟიმთან გამკლავებას და ავკონსოლიდირდებით საზოგადოება. პოლიტიკურმა ველმა გაასწოროს ფოკუსი და მხარი დაუჭიროს ამ მებრძოლ საზოგადოებას რეალურად, რომ ჩვენ გავძლიერებთ. ეს მებრძოლი ხალხი 200 კაცი და არ არის 200 კაცი, 10,000 მარშებს რომ ატარებთ კვირაში ერთხელ ატარებდით და იქაც კი აღარ მოდის. ის რაშია საკუთი. ახეთ არა 10,000-ობით ადამიანები ჩვენ ამ მარშებს და ღონისძიებებს რო ვატარებთ და ეხლა კიდე გავაგრძელებთ ამას ტელეზამხული გვექნება აქ საკომუნიკაციო ღონისძიებები. ეს არის ის რომ იმ ადამიანებს იმედი აქვს დაკარგული, იმედგაცრუებული არიან უბრალოდ პროცესის მიმართ, საპროტესტო ძალისხმევის მიმართ. დობა აქვს საპროტესტო ძალისხმევის მიმართ დაკარგული, იმიტომ რომ ცენტრი არ იყო. ხო, ცენტრი არ იყო, რომელიც აი ამ დაგეგმვის და კოორდინაციის შესაბამის უზრუნველყოფას გააკეთებდა, რომ მათ დაენახათ პროცესი თანმიმდევრული, წყობრი, კარგად ორგანიზებული, ერთიანი ხედვის ქვეშ, დაენახათ, ეპოვა თავიანთი თავი ამ პროცესში. თორე 10,000-ობით ადამიანი, 100,000-ობით რო არ თქვა, რომელიც მზად არის შესაბამისი სტიმული თუ ექნება მას. აი რა არის ეს სტიმული? აი ჩვენ ვცდილობთ ახლა მათ განწყობის ფორმირებას. მათ ვცდილობთ დავანახოთ, რომ ის რაც ნოემბერ-დეკემბერში არ იყო, ეხლა არის. ეხლა ეს მოცემულობა არსებობს, ეხლა არის ეს გაერთიანება მიმდინარეობს, ყველა სხვადასხვა საზოგადოებრივი სეგმენტების, ეხლა რეჟიმი აგერ მშვენივრად გვეხმარება ამ არწუხებით, კიდე გვაგვასწორებინებს, ეხლა ფოკუსი ტკივნეული პროცესია, მაგრამ რა ვქნათ ეხლა ესე არის, მშობიარობაში ვარ. ტკივნეული პროცესია, გაგვასწორებინებენ ეხლა ფოკუსს კარგად და შესაბამისად აი ამ ორგანიზებას და მე მოუწოდებ პარტიებს, რომ მთელი თავისი რესურსი, ასე ვთქვათ, მიმართონ აი ამ საზოგადოებრივი აქტივობის გაძლიერებას. არ ვჭირდება ჩვენ მათი დაგეგმა და კოორდინაცია და ხელმძღვანელობა. უბრალოდ მხარი დაუჭირონ ამ პროცესს და შეეშვენ აი ამ რაღაცა ილუზიებს, ასე ვთქვათ, რომ იქ რაღაცა თალკი რაღაც მკვდარია პოლიტიკური პროცესი. დამთავრდა, მეგობრებო, აღარ არსებობს, მოკლეს, მორჩა. ეხლა დემოკრატია ყავს კლინიკურ სიკვდილში. ხო, იქნება როგორმე გავაცოცხლო და დასამარხი არ გაგვიხდეს, თორე დამთავრდება წართვლიერი, ხო? რაც არ მოხდება. მე მგონია, რომ ერთ-ერთი ამოცანა, რაც ქართულ ოცნებას სავარაუდოდ პრაგმატულად გათვლებით ამოძრავებს, არის ის, რომ სანამ საგარეო კონტექსტში, მათ შორის უკრაინის საკითხი დაალაგდება რაღაცა ფორმას მიიღებს. არა, გარკვევას თავი დაანებებს, მან შეძლოს აქ სიტუაციის სრული კონტროლი და ბატონპატრონობა იქიდან გამომდინარე, რომ რაღაცა ახალ ტრანზაქციულ სავაჭრო ურთიერთობაში ეცადოს შევიდეს, მათ შორის შეიძლება ისევ დასავლეთთანაც. არა, ანუ მიიღე ისეთი სიტუაცია, როგორიც არის და სამწუხარო მაგალითებს მაგას ხედავთ სხვა აქტორებთან მიმართებაში რეგიონალურთან, ევროპის მხრიდან და არა, ევროპის მხრიდან ეხლა ჩვენ რასაც ვხედავთ ამ ეტაპზე. სანამ ხალხი გარეთ არის, ბოდიში რომ გაწყვეტინებთ, მანამდე იქნება რაღაცა პერიოდი ევროპის მხრიდანაც აი საუბარი რა. შეიძლება წლის ბოლოს შეგვიწყვითონ უვიზო მიმოსვლა, მინიმუმ გამაფრთხილებელი პერიოდი 9 თვითონ რაღაც ესე. თუ შეხედეს რომ აქ სიტუაცია მართლა პირობითად ბელორუსიზაციისკენ მიდის, მაშინ ეს ურთიერთობები მინიმუმ რაღაცა პერიოდით გაიყინება და მე ეხლა რა იქნება საერთაშორისო კონტექსტში, ეს ძალიან დიდ გავლენას იქონიებს რა. დასავლეთის სხვა აქტორების ინტერესი რეგიონის მიმართ, ხო? განსაზღვრავს მათ შორის პოლიტიკის გადახედვასაც რა, შავ ზღვასთან მიმართებაში, რას იზავს მეგობარი აქტი იქნება. ჩვენ ნახეთ რომ მაგალითად ვერ ახერხებს ევროკავშირი მაგალითად საერთო გადაწყვეტილების მიღებას, ხო, საქართველოსთან დაკავშირებით. იქ არის რაღაც საცეცები, ხო, რუსეთის და ასე შემდეგ, რომელიც ბლოკავენ ამას. ხო, ძალიან გარემო არის ძალიან ამათვის, ესე რომ ვთქვა, ზურგის ქარი არის ჯერჯერობით საერთო ჯამში რა. არა თუ რუსეთთან მიმართებაში რაღაცა დაწესებული სანქციების ახსნა უწევს ზოგიერთ ქვეყანას. იაპონია მაგერ რუსული ნავთობის შეისყიდა, იმის გულში სხვა გამოსავალი არ ქონდა და ამაზე ნებართვა მიიღო ევროკავშირის გამონაკლისებს აკეთებს, იმიტომ რომ აი ესეთი სიტუაცია არის რა. ძალიან ესე გარდამავალი პერიოდია ძალიან საერთაშორისო ვითარებაში და რა ფორმას მიიღებს ეს წესრიგი, რაც აქამდე იყო, ხო? ეს არავინ არ იცის. ბევრი ფიქრობს, რომ ჩვენ დავველოდოთ რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრდება და თუ რუსეთმა წააგო, გვეშველება თუ არ წააგო. არა, თქმა უნდა, ძალიან დიდ გავლენას იქონიებს რუსეთის მარცხი, მაგრამ დარწმუნებული ყავით, რომ ისე როგორც ჩვენ გვინდა ეს მარცხი არ მოხდება. ჩემ და სამწუხაროდ ეს მიახლოებით მაინც ჩემი აზრით უკრაინის კონფლიქტი თავისი ასე თქვათ დასასრულით დაემსგავსება რაღაცა კორეის და რაღაცა იმის სცენარს, სადაც რაღაცა რეალობას კონკრეტულ მომენტში მინიმუმ ცეცხლშეწყვეტაზე უნდა დაიწყონ ჯერ საუბარი რა. ესე რომ უკრაინა გადავიდეს მასიურ კონჩეტევაზე და გაყაროს საზღვრებიდან და სახეთ ასე თქვა, რასაც ქვია ბოდიში ჟარგონის აახიოს რუსეთს და თქვა, რომ აი რუსეთი ესე საბოლოო დამარცხდა, ამის წინაპირობები სამხატვრო ჯერჯერობით არ არის. სავარაუდოდ არც იქნება. გასაგებია. კარგით.
მადლობა დიდი განაცემაში მონაწილეობისთვის და საინტერესო საუბრისთვის. გიორგი ანთაძე, ჯეოკეისის კვლევარი და დავით გუნაშვილი, ფარის წარმომადგენელი იყო ჩვენი სტუმრები. ასეთ იყო დღევანდელი გადაცემა პოლიტიკური სივრცე.